შეხედენ და გაიარენ. ქალები თითქოს სიყვარულზე გველაპარაკებიან, მაგრამ თუ დააკვირდები, მოღალატე ბუნებას მათი სამოსის საამურშრიალსა და თრთოლვაში ამოიცნობ. ისიც გაიხსენე, რომ ეშმაკმა ადამის სამოთხიდან ქალის დახმარებით გამოაწევა. მორასოდეს იფიქრებ, რომ თუ შეგიყვარდა, ეს გრძნობა შლებად არ გადაგაქცევს და არ დაგიმორჩილებს. რადგან არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ლამაზი ქალის მიერ დაგებულმა ხეში ერთხელ მაინც არ გაბმულა. მოიცენი, ზღაპარი ჭეშმარიტებას მოგვითხრობს. ჭეშმარიტებას, ეგ ხომ ზღაპარია, 1001 ღამის ზღაპარი და რეალობა. კაცებს არ ცნობიან, უბრალოდ თავსაჩვენებენ, რომ ასეა. სინამდვილეში კი მათი მიზანი ფული და ძალაუფლებაა. ასე არ არის. დამიჯერე ასეა. მაგიდებს გადახედენ. იმ ქალებსა და მამაკაცებს შორის ყველაზე ცოტა 30 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. როგორ ფიქრობ, ეს ქალები რას ეძებენ? სიყვარულს, ალერს? იმათ რას უყურებ, ისედაც ეთყობათ რა კატეგორიის ქალები არიან. ქალები ხომ არიან. დანარჩენებიც მათ გვენან. ზათხარ? აზრ ბა მოდივარ. მეძინება. შეხელ არ გძინებია? არა, მეძინა. მეძინა. მაგრამ კიდევ გეძინება. გადი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Ლოჩინდეი, გისმენ. ამბობენ, რომ თქვენს Volkswagen-ს Porsche ზრავა აქვს. ჩემს Volkswagen-ს რას ერჩი? ანუ შეიძლება კარი დავხუროთ. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. დილამშვიდობისა მეგობრებო. გამარჯობა. პრემიის ლაურეატი არქიტექტორი ქალბატონი ჯევერნოსოვა. მეგობრებო, მოიწვით. Ялчинбек, ხოთ? Онур. Ялчинбек. Გავიგე თქვენი ასაკის ხალხს კომპიუტერების წინააღმდეგ აქცია მოუწყვია, მართალია? კარგი რა, უმარცხენ. რატომ? გგონიათ კომპიუტერების საუკუნეში თქვენისთან ახალხი არავის ჭირდება? კარგი რა, ამას ვერ დავიჯერებ. ყველა მიცის, რომ თათბირი დილას არის დანიშნული. დილამშვიდობისა.
ლოდის გიხდით. დამაგვიანდა. საათის მჩავა. მაგვიძე არ მარდარეკა? არა, დარეკა. ჩალდა. დარეკა? ამა? მაგრამ მაინც დაგაგვიანდათ. ჩალდმას. ნაბრძანდით დავიწყოთ. დრო შეზღუდული გვაქვს. მეგობრებო, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, დუბაის ტენდერი ჩვენ მოვიგეთ. დღეიდან Sky Tower-ის 45 სართულიანი 2 სათამბჯენის პროექტი ჩვენია. ყველას მადლობას მოგახსენებთ. მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ, მეგობრებო, არაჩვეულებრივად იმუშავეთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა შეჰრაზად ჰანიმს გადავუხადო. მის გარეშე დუბაის ტენდერში გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. როგორც იცით, შეჰრაზად ჰანიმის მიერ შემუშავებულმა დამაკავშირებელი ხიდის და ამრეკლავი ფასადის პროექტმა არქიტექტორ ჰალით მუნის ფონდის სპეციალური პრემია დაიმსახურა. დიახ, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გილოცავთ. გმადლობთ. რადგან გამარჯვებული პროექტი თქვენ გეკუთვნით, აჯობებს დეტალური მოხსენება თქვენგან მოვისმინოთ. გთხოვთ. დიდი მადლობა. ეს გამარჯვება ყველა ჩვენგანის დამსახურებაა. პირდაპირ პროექტზე გადავიდეთ. როგორც იცით, Sky Tower-ი წარმოადგენს 78,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განლაგებულ 2 სათამბჯენს, რომლებიც ერთმანეთთან ხიდით არის დაკავშირებული და მათი ფართობი 55,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობები წყალში აირეკლებოდა და 4 შენობა მოჩანს. თუ გაბრძანდებით, უფრო უკეთესად გავიგებთ. სათამბჯენებს შორის არსებული დაშორება საშუალებას გვაძლევს, რომ იგი სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. კან, მოვედი. ანჩილო, დედიკო მოვიდა გამარჯვება. გამარჯვება ნიგარ ჰანი. დიდი მადლობა. ეშინდა ხატი? გამომეზია. ჩვენი თოჯინები. ისევ აქ არიან. დავქნათ, ავალაპარაკოთ. გამარჯვება ვირო. ნახე, მე დიდი კალათა მაქვს. შოკოლადით არის ავსე. ბევრ შოკოლადს უშევთ? ალერგია დაგომართება. ასია წაღვო. მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვჯამ, ალერგიის არ მეშინია. შოკოლადი ძალიან გიყვარს ახლა. ძალიან მიყვარს კან. შეჰრაზად ჰანი, ექიმი რეკავს. სასწრაფო თქვენთან დალაპარაკება უნდა. ათილა ბეი. რა? მართლა? დიახ, ახლა მოვდივარ. დროებით. ონურბეი დარწმუნებული ბრძანდებით, რომ არაფერს შეჯამთ. მადლობა, არ მინდა, მალე უნდა წავიდე. თუნებას დამხტებთ, გავალზე რამე შევჯამ. ჯერ არ გიჭამიათ? დაბრძანდით. რამდენიმე წუთს ვერ დამეთხოვთ? თათბირი მალე დამთავრდა და დალაპარაკება ვერ მოვახერხე. Sky Tower-თან დაკავშირებით ახალი იდეა მაქვს. დაჯდომა არ შემომითავაზებია. ონურ, ჩემთან მიღებაზე ჩავეწერეთ? თქვენი მდივანი ადგილზე არ იყო. ახლა გაბრძანდით. გთხოვთ. სულ რამდენიმე წუთს გაბრძანდით. რათა ვხედობა, რა უტიფრობა. ეს კალის სამსახურში ვერ მიიღო. საკონსულტაციო სააგენტომ, რომელთანაც შენ თანამშრომლობ. ხომ გითხარი არქიტექტორები ჩვენ შევარჩიეთ მეთქი.
ისმაილ ბეისთან დამაკავშირეთ. შეცდომა დავუშვით. იმ ხალხს უამრავ ფულს უხდით, რომ შესაფერისი კადრები მოიძიონ. ეს ქალი სად იპოვეს? ვერ მიხვდები არქიტექტორია თუ იაფასიანი მეწავე. ისმაილ ბეი, ჩვენთან არქიტექტურა რომ გამოგზავნეთ. იმ ხალხს რა ქვია? არ ვიცი, ჟალემ, გონი ჟალემ. ჟალემ. არ ვიცი, ჰოლდინგში 100 ჟალე ხომ არ ყავს. სამსახურიდან გავათავისუფლეთ. გესვენ. მიზეზი თქვენ მოიფიქრეთ. ნიღ. რა ხალხთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობ, ასეთი ქალი დუბაის პროექტზე მუშაობას შეძლებს? არ მგონია, მოთო მკითხავ ამ შენობაში მუშაობას გაუჭირდება. დავიდეთ. ჩვენი დონორი ბაქოში, აზერბაიჯანში ცხოვრობს, 38 წლის ქალია. მიჰრიბან ვაჰაბზადე. 15 წლის ბიჭი მეიგენი დაეღუპა. საბრალო. თუ ამას გაურების საკითხს მოგვარებ, სიამოვნები ჩამოვა და დონორი გახდება. რა თქმა უნდა, მოვაგვარებ. მოგზანდით. რა ბედნიერება. განსა და მიჰრიბან ვაჰაბზადეს ერთნაირი ანტიგენების სტრუქტურა აქვს. რა თქმა უნდა, განმეორებითი ანალიზი მაინც ჩატარდება. ფიქრობ, თქვენს ბიჭს განკურნების დიდი შანსი მიეცა. მადლობა ალლახს. ალბათ იცით, ზღვის ტვინის გადანერგვა ძალიან ძვირი ღირს. დიახ, თანხასთან დაკავშირების არ გვისაუბრია. დაახლოებით რა იღირება? უკვე გავარკვიე, ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ, მაგრამ ალბათ $200,000 დაგჭირდებათ. რა? დაახლოებით ასეა. შესაძლოა ნაკლები დაждდეს, მაგრამ $200,000 უნდა ვივარაუდოთ. რას ამბობთ, ათიობე? ვიცი, ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაავადების მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს. მიჰრიბან ვაჰაბზადე უნდა ჩამოეყვანოთ. ქაანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მაგრამ არ მიგონა ასეთი ძვირი თუ იქნებოდა. მოგზანდით, თქვენი მაგიდა მზადაა. დილისთან ფირმა კარგად შევიარა. ო, ასეა, უკვე დავწყნარდი. პროექტი დეტალურად განვიხილეთ. მორემბეი, დღეს რა თევზი გაქვთ? იმედი მაქვს ისევ სქელშუბლას არ შემოგთავაზებთ. არა, ოკეანის საუკეთესო თევზი გვაქვს. სპეციალურად თქვენთვის შევინახე. კარგი, მოგვიტანეთ. იმ დღეს ხუნთქარი უჭამე, თუ გემრიელესე იყო. კიდევ გაქვთ? რა თქმა უნდა, კერემბეი, თქვენთვის ყველაფერი გვაქვს. რახი მოგართოთ თუ თეთრი ღვინო? ვერ აღსდავლევ. მეცრახი მომიტანეთ. ახლავე. ამასობაში ხელი სერიოზულ პრემიას გამოვკარეთ. მართალია? ალით მონის პრემია სახუმარო საქმე არ არის. გეთანხმები. ის ქალი არქიტექტორი, ნამდვილი პროფესიონალია. რა ქვია? ქალების სახელებს ვერასოდეს იმახსოვრებ. მეტო რატომ? დადგენ. დიახ. ეს სახელი უნდა გახსოვდეს. რატომ? შეჰრაზადი ჰქვია. შენი საყვარელი ზღაპრიზნერის სახელი. მართლა? ყურადღება არ მიმიქცევია. განსაკუთრებული ქალია. დახვეწილი მანერები აქვს, არ მეთანხმები? სერიოზულია, გონიერი. თავისი საქმის პროფესიონალი. დათბერზე ხომ დარწმუნდი. თუმცა დილაუდენია საყვედური უთხარი. არ უნდა დაეგვიანა. მთელი 15 წუთი გვალოდინა. რადგან ჩვენმა პროექტმა მისი წყალობით გაიმარჯვა ლაპატია. სხვა შემთხვევაში დათბერზე არ დავუშვებდი. კაცრი ხარ, დაუნდობელი. ნამდვილი მეპატრონის ხასიათი გაქვს. შენ კიდევ მეტის მეტადარბილი ხარ. ერთმანეთს ვავსებთ. ონორ, ალმატის პროექტზე რას ვაპირებთ? ამ პროექტს ჩემი ხედე. უნდა ყველა საქმე მე გადმოვაბარო? ხომ შევთანხმდით, დუბაის პროექტი ჩემია, ალმატის კი შენი. არ გამიცვლი? არა, არც ვფიქრობ. დუბაის პროექტზე დიდხანს ვიმუშავე. ხო, ჯამე. რა ჯიუტი ხარ? ონორ, მიირთვი. შეჰრაზად, შენზე მივულობდი. ამდენ ხანს ათხარ. რა მოხდა, რატომ ტივი? მადლობ ბენო, ისევ შენ გადამარჩინე. კარგი რა, მეგობრებია ვართ, რა მოხდა? დღეს ქაანის ექიმთან ვიყავი. მერე? დღეს
დონორი ვიპოვეთ. კარგი ამბავია. თუ ასეა, რატომ ტირი? დონორი ხომ არსებობს? ძალიან ცუდად ვარ, ბენო. ექიმმა მითხრა ოპერაციას $200,000 სჭირდებაო. 200,000? უზარმაზარი თანხაა. აღშალოთ თანხა არ მაქვს. მუშაობა სულ ახლახან დავიწყე. მანქანის მეტი არაფერი გამოჩნია. ასე მოგამეცდი. თანხა შევაგროვებ ძირფასო დახმარებას მეგობრებს ვთხოვთ. $200,000 როგორ შევაგროვებ, ბენო? არც კი ვიცი რა გითხრა. კარაკს მიერთმევთ, მამა. იმეთ, კარაკი მიეწოდე. კარგი, მივახშმოთ. რაღაც უცდით. ჩემთვის რატომ და ამდენ შენ შევჭამ? მე შევჭამ. რა ხდება? რა მოხდა შულო? მამო, ამდენ შევჭამ. თუ არ შევდა, ამდენი რატომ დაასხმევინე? მაგრამ პაპა. საჭმელს დაამთავრებ. ერთ ლუკმასაც არ დატოვებ. გასაგებია? ზოგს ერთი ნატეხი პური ენატრება და მშიერი დადის. თქვენ კი ალაჰის წყალობას არაფრად აგდებთ. შეჭამე შულო, შეჭამე. იდე. მიდი საყვარელო, დაელაპარაკე. უკვე ვარ სახლიდან რომ გამომაგდოს, იქნებ არ გამოგაგდოს. მართადოთ, გასკარგავთ. მიდი. მიდი საყვარელო, მიდი. ყურადღებით იყავი, სულ გაისვარე. ვანიდან ჩამოვიდნენ? ვალეში შენი მაღაზიის ნახვა უნდათ. Ali, drani dalje šulo. Duydun mu hanım? Çolo, gaygı ne ratkwa? Bunları bağlamış. Ali Kemal'ma vanele biz dartsmuleva shetzlo. Aferin. Მომწონს Ali Kemal, ოჯახ. Herkese yalan. თავარია კლიენტი გამოჩნდა. რა მნიშვნელობა აქვს საიდანა? Yalanında. ხედავ რევანი მოგიმზადებიათ. ადრე უნდა გეთქვა ამდენ მანთის არ შევჭამდით. გემრიელად მიერთვით ბურჰან ბეი. გმადლობ. Çok da მეური გაგიკეთებიათ. გადასაყრელი გახდება. რატომ უნდა გადავყაროთ ბურჰან ბეი, ბავშვები შეჭამენ. შეჭამენ? ვერ გინახოთ. კონდეს დონარია ბურჰან ბეი, თქვენი ნახვა უნდა. öyle mi? მართლა? Gelsin bak. ოთხარი შემოვიდეს.
მადლობა ნადიდე ჰანიმ. Burhan Bey. Ატიფს ოდნავ მაინც მიცემ. ემუდარები. ზევით აიყვანე. გამოგზანდით. ისთვის მოვიდა. ჩას გაიგებ. როგორ ჩანს სერიოზული მიზეზი გაქვთ შეჰრაზად ხანიმ. ასე დროს იმ სახლში რომ მოხვედით, სადაც თქვენი ნახვა არავის უხარია. იძულებული რომ არ ყოფილიყავი არ მოვიდოდი. ჩვენს მოსამახულებლად არ მოხვედოდით. თქვენი შვილიშვილი ძალიან ავადაა. ჩემი შვილიშვილი? ლეიკემია აქვს. სისხლის კიბო. სასწრაფოდ ზურგის ტვინის გადანერგვა სჭირდება. მოშებო თქვენ სათავში ადით. უფროსებს აღაპარაკო გვაქვს. წადით. სუნდისო, რა თავხედი ქალი ყოფილა. ყოველგვარი მორიდების გარეშე სახლში მოგვადგა. კაცმა არ იცის რა უნდა. ალბათ საბრალო აჰმედი ახლა საფლავში ტრიალებს. ოსუნ. ასე არ არის ნადიდე ჰანი. აქრესინდისით მოდის. საბრალო გოგონდა დაგიშავა. მეტი რაღა უნდა დააშავოს დედა. ასეა დედა. აჰმედის სიკვდილი მაქალის ბრალია. ჯაღონის ავსებიჭი მაქალის გამო ზღვაში მანქანით გადავარდა. საბრალო ჩემი ძმა, სულ ახალგაზრდა წავიდა. რატომ გონიათ რომ გოგოს ბრალია? ეს უბედური შემთხვევა იყო. კარგი რა დედა, არ მისმის იმ ქალს რატომ იცავ? მიზანს მიაღწია, ჩემი ძმა ახლა საფლავში წევს. ალიქემა საკმარისია. ჩემს რა ემართება? იმ ქალის ადვოკატობა რატომ გადაწყვიტა? მე რა ვიცი? ეგ დედას. ونيحيح الذي عيشها أول مرة وهو بكل خلق عليم الذي جعل لكم من الشجر الأخضر რამშვიდი საღამოა. ისევ წვიმს. დედა ჩემი პანაშვიდს იხდის. وليس الذي علق არასოდეს ავიწყდება.
დედაჩემს მამაჩემის გარდაცვალების დღე არასოდეს ავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი სხვა ქალის ლოგინში მოკვდა, ყოველ წელს მის მოსახსენიება ოპანაშვით სიხდის და ბაღი წმინდა ჰანგებით ივსება. ყოველ წელს ერთი და იმავეს გახსენებით როგორ არ დაიღალე. რატომ არ გინდა ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყო? ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა, ქერემ. 12 წლის ვიყავი, როცა მამაჩემი იმ ქალთან წავიდა. ვიცი, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა. დაივიწყე. ამის თქმა ადვილია. არ გესმის, რაც გრძნობ, როცა მამაშენს ვიღაც ქალის სათამაშოდ იხდის. ონურ, ერთად გავიზარდეთ. ის პერიოდი კარგად მახსოვს. ვიცი, რისი გადატანაც მოგიხდა. თუ ასე რატომ არ გჯერა, რომ ქალებსა და მათ დაპირებებს ირონიით უნდა შეხედო და მათი სიყვარულის არ ირწმუნო? მარგიმ ჯერა ასე იყოს. ქალებსა და მათ დაპირებებს ნუ დავუჯერებთ, მაგრამ ჩვენი დედების ხომ ქალები არიან? ექვსი სხვა. ისინი დედები არიან. ანუ დედები სხვანაირი ქალები არიან? რა თქმა უნდა. ყველა ქალს შეუძლია დედა გახდეს. არა. ყველა ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს, მაგრამ ყველა დედა ვერ გახდება. ალლაჰმა შეისმინოს თქვენი ლოცვა. გმადლობ, ალლაჰმა შეისმინოს. ხანდახან მგონია, რომ დედას მამა მართლა ძალიან უყვარდა. შენგან ეს 20 წლის მანძილზე რამდენჯერ მომისმენია. უკვე 20 წელია მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. ალბათ მამაჩემს საკუთარ თავს ახსენებს. უნდა რომ სინდისი კენჯნიდეს, რადგან მიატოვა. რა უცნაური ხარ? წყლები რაც უფრო გემატება, მით უფრო აუტანელი ხდები. ონურ, აქ ხართ? აქ ვართ, დედა. სტუმრები წავიდნენ? წავიდნენ. შვილო, ჩვენს ხომ არ წავიდეთ? წავიდეთ. დაჯექისება, ჯერ ადრეა. დასხდეთ, შვილო, მოდი. ზარგი. მოგდანდეთ სევალხანი. გმადლობ. ვადექი ბავშვი ცოდოა, ნორმალურად დაიძინოს, წამოდი. არა, წყალსაც წავუღია მთელი მისი ქონება. ჯანდაბამდე გზა ჰქონია თავის ფულთან ერთად, გაუგნებული ვარ, რა უნამოსო კაცია. ფიცრად არ ვუნდოდი და იმიტომ. რატომ შეჰრაზად? აჰმედისა და შენი ქორწინების წინააღმდეგი რატომ იყო? აჰმედისთვის ცოლა თავისი ქაისერელი ნათესავის ქალიშვილი უნდოდა. გონი იმ გოგოს მამას მოელაპარაკა კიდეც. მერე კი აჰმედ დაემუქრა. ჩემი შვილი აღარ იქნება თუ შეჰრაზად ცოლად მოიყვანა. სონა, ამიტომ ვიზი წავედით და ჩუმად დავქორწინდით. სონა, აჰმედი ამბობდა. მამა ჩემი კარგი კაცია და რომ გნახავს აუცილებლად მიგიღებსო. და ჩვენც მივედით. გამოგვაროთ არა? აჰმედს უთხრა მერი და ჩემი შვილი აღარ ხარო. ასაშინელება. იცი მის დაგზავნაზე არ მოსულა ბემო. წარმოგიდგენია საკუთარი შვილი უკანასკნელ გზაზეც კი არ გააცილა. წარმოუდგენელია. მერე მისი ძმა მოვიდა. მეგონა მოსასამძიმრებლად მან კი გამომიცხადა. ახლა ხომ ხარ ბედნიერი? ჩემი ძმაც უცხალი რომ არ არისო. რა? მის სიკვდილშიც მემა დანაშაულებენ. აჰმედი ხომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ისინი კი ამტკიცებენ რომ აჰმედს ეჩხუბე.
საჭესთან ნასვამი დაჭდა და მანქანა ზღვაში გადავარდა. აჰმეთი ნასვამი იყო. იმ ღამეს სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ერთ-ერთი ვახშმად ბენო თავის მაძმამ დაურეკა. ჩემზე 1000 საძაგლობა უთხრა. აჰმეთი ძალიან გაღიზიანდა. სმა დაიწყო. მერი აუჩემა წავალ მამა ჩემს აველაპარაკებიო. მისი გაშვება არ მინდოდა და მუდარე ვეხვეწე, მაგრამ მაინც წავიდა. არ მომისმინა. საჭესთან ნასვამი დაჭდა. შემდეგ კი ზღვაში ბენო, კარგი, დამშვიდე. ამქალმა სინდისი სულ დაკარგა. არ მესმის. ამ სახლში მოსვლას როგორ ბედავს. ბავშვი ავად ყოფილა. ჩვენაშუაში ვართ. რადგან შვილიშვილი ბიჭია ეგონა თავისას მიაღწევდა. სას ამბობ რა ბიჭი? ბავშვის გვარი ხომ ევლია უღლუა. გვარის გამგრძელებელია. ისევ ამაზე ლაპარაკს ნუ დაიწყე ფალიქემა. ეს რა არის? მუცლით ბიჭს არ დავატარებ, გვარს ის გააგრძელებს. კარგი, ვითომ არაფერი მithkoms. მეტი რა უნდა გეთქვა? იმ ქალსა და მიშვილზე ნუ ლაპარაკობ. მე რას ნუ მიშლი? ამ ოჯახს მხოლოდ ერთი ბიჭი შვილიშვილი ეყოლება და მას მე გავაჩენ. ევლია უღლუების ერთადერთი რძალიც მე ვარ. გასაგებია? ხომ გითხარი მეორე დამთამაზე აღარ დამელაპარაკო მეთქი. ხომ დაგაფრთხილე რომ შვილი რომელმაც მე ბურჰან ევლია უღლუა ბუჩა დამიგდო აღარასოდეს დამახსენო მეთქი. ამას ნუ ამბობ ბურჰან. მამამისის გამო ბავშვს პასუხს ნუ აგებინებ. ხომ გაიგონე? კიბო ჰქონია. ალლას თომა ვერ გამოჯამრთელდეს. მისთვის ვილოცებ, სულ ეს არის. მოდერი მეთქი გაჩვენდე. რამალე დაგვიწყებია აჰმედმა მაშინ რა დღეში ჩაგვყარა. იმ გოგოს გამო მამას სახეში შეაპორტყა. მართალია შვილი კარგი ინჟინერი ყავდა, მაგრამ ოჯახის პატივისცემა ვერ ასწავლე. ეს შენთვის 1000 ჯერ მithkoms. ასე არ არის? ასეა ბურჰან, მართალი ხარ, მართალი. მაგრამ ის ბავშვი ჩვენი შვილიშვილია. არა. გაიგე რომ მე აჰმედისგან შვილიშვილი არ მყავს. მაგრამ ბავშვს კი აქვს. კიბო. შეღრაზეთ. ჰოლდინგი ვარის მოცემაზე უარს არ გეტყვის. ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხარ. ჯერჩემი გამოსაცდელი ვადა არა მოწორულა. მაგრამ შემეწყალებით მილიონიანი ტენდერი მოიგეს. როცა სამსახურში მიღებდნენ დავმალე რომ ბავშვი მყავს, უთხარი გაუთხოვარი ვარ. შვილები არ მყავს და დროის პრობლემა არ მექნება მეთქი. ეს რატომ გააკეთე? რა უნდა მექნა? იმის გამო რომ ბავშვი მყავს უამრავმა ფირმამ უარი მითხრა. სულ ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ. კარგი რეკომენდაციები გაქვთ, მაგრამ რადგან მცირეწლოვანი შვილი გყავთ, სამუშაო განრიგს ვერ მოერგებითო. ვერ ვეჯერებ რა აბსურდული მიზეზია. აბსურდულია, მაგრამ ასეა. იძულებული რომ არ ყოფილიყავი, ასეთ რამეს ხომ არ გავაკეთებდი. ახლა თუ ვიტყვი რომ ბავშვისთვის პური მჭირდება, არ მომცემე და ტყუილისთვის სამსახურიდან გამომაგდები. დაზღვევა მკურნალობის ხარჯებს არ ანაზღაურებს? არა. ქანი ავად რომ გახდა მე დავასყვი. პროფკავშირი? სამი თვეა რაც პროფკავშირის წევრი ვარ. მანამდე კერძო შეკვეთებზე მუშაობდი. რას ვიფიქრებდი რომ ოდესმე ასეთი პრობლემის წინაშე დავდგებოდი? მამა შენისგან არაფერი დაგჭა? სახლი, მაღაზია? მამა ჩემიც კიბოთი გარდაიცვალა. რაც გაგვაჩნდა ყველაფერი მის მკურნალობას მოვახმარეთ. კარგი დედა, ჰოლდინგში რომ მივარ მოვაგვარებ. ხვალ მიიღებს ნოველო. რა მოხდა? დედა შემოიღო. ბურაკი ისევ ფულს გთხოვს. თუ გადავიღალე. იმდენი ფული გავიგზავნე რომ პირადად მე 5 უნივერსიტეტს დავამთავრებდი. ასეა. ამერიკაში მაგისტრატურა ძვირი სიამოვნება. რა მაგისტრატურა? მართლა დაიჯერე?
არ მგონია სწავლა ბოლომდე მეიყვანოს. ყოველ წელიწად თავში ახალი სისულანა მოსდის. დედა ჩემი მეტისმეტად გაანებურა და ამის ბრალია. არა ურჩევს. დედა შენს ნუ აწყენინე, ფული გაუგზავნე. სხვა რა გზა მაქვს. მაგრამ ამ სისულელეებმა დამღალა. შახშეღრია. როგორ ხარ? შენი დონ კიხოტი გასეიმებს? სანჩო განსას მიესალმე. საჭმელი აქვს ჩემოთ? აბა ქრისტეს მოვედი. უგემრიელეს კერძებს აკეთებენ. კარგი, წავიდეთ. ძალიან მომშვიდა. შეჰრაზად, მომისმენენ. რაღაცას გეტყვი, ოღონდ უარი არ თქვა. აკა, კაპიტანი ამაზონ ვილაპარაკებ. ერთი წუთით გაჩვენდი და მომისმენენ. ჩემი მანქანა $15,000 მაინც ეღირება. ეგ აღარ გაიმეორო. მართლა? გალერეაში მივიყვანდა, როგორც კი გაიყიდება ფულს მოგცემ. აკა, იმედო აკა, მაგრამ არ მინდა. ხომ გთხოვე 2019-ში? არა. გთხოვ. ჩემო ძვირფასო ადამიანი, გმადლობ. ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ, მაგრამ არ მინდა. მუშაობ, კარგი შემოსავალი მაქვს შეჰრაზად. ახალ მანქანას ვიყიდი, რა მოხდა? თავარია გაიყიდოს და ფული ბავშვს გამოადგეს. ანუ ფიქრობ, რომ შევაგროვებთ? ცოტას ნელა. ჯობდა ერთიანად გუშავა, მაგრამ არა უშავს. შევთანხმდით არა? მოვიცადოთ. იქნებ ბანკიდან კრედიტი ავიღო. გგონია დაგიმტკიცებენ? ასე მგონია. კარგი, მაგრამ კრედიტს თუ არ მოგცემენ, იცადე მანქანას გავყიდე. კარგი. მომეცი, არ მოგცემ, უნდა ვნახო. აქ რა ხდება? მომეცი. ბურჯუ, ეს რა ჩაიდინე? ჭიქები დაიმსხვრა. ყველაფერი ბუქეთის ბრალია. მოდი აქ. იცოდე გაგლახავ, ბურჯუ. დებია, დებია. ბურჯუ. ბურჯუ, მოდი აქ. ბურჯუ, დებია, მიშველე. მიშველე, დებია, დედა ჩემი გამლახავს. არ გაგლახავ, შვილო. რა ხდება, დედა? სამკაულები რატომ ამოალაგეთ? ისე, მათვალიერებდი. გმადლობ. დილამშვიდობისა. 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 იქნება ამიხნათ, სამსახური და რა მიზეზი დამითხოვეთ. კონვერტი გახსენით და წაიკითხეთ. აქ არაფერი წერია. როგორ არ წერია, თქვენი კვალიფიკაცია არასათანადოდ მიიჩნია, ეს მიზეზი ეს არის. 3 დღეში ჩემი კვალიფიკაციის დონე როგორ გასაზღვრეს? არ ვიცი, ხელმძღვანელობა მასე გადაწყვიტა. დაუჯერებელია. შესაძლებლობის წარმოჩენის საშუალება მომეცა? ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. აქ ყველაფერი წერია. გინდა ეთანხმეთ და გინდა არა. ეს თქვენი ნებაა. სამსახურიდან თქვენმა ბრძენმა უფროსმა დამითხოვა, არა? ონურაქცალმა. საკმარისია. შევხედი, ხებრე. მომისმენეთ, უკვე მეტი მოგდით. დაცვას გამოვუძახებ. ახლა ვიმიბრძანდით. კარგი, მივდივარ, მაგრამ იცოდეთ, ამას არ შეგარჩენთ. მალე დარწმუნდებით, რომ კვალიფიკაცია საკმარისზე მეტი მაქვს. ჩემო საყვარელო. მოდი ჩავიცოთ. აი ასე. ბუნო. ჩემო ბიჭი ლამაზია. ლამაზია? ჩემო ლამაზო. კარგად რომ გავხდები სკოლაში, ხომ წავალ დედუკა. რა თქმა უნდა, წახვალ შვილო. სკოლაში ივლი, უამრავი მეგობარი გეყოლება. ველოსიპედით ვიშეერნებ.
ჩემო საყვარელო. შვილო. დამელოდე. კარს გავაღებ, კარგი? კარგი. მე გავაღებ ნიგარჰანი. გამარჯობა შვილო. შვილიშვილის ანახავად მოვედი. მისმა პაპამ რომ თუ არ ყოს. სიმართლე ერთია, კიდევ ერთი შვილიშვილი გვყავს. ნება მომეცი ჩემი შვილიშვილი ნახო. გაზრდილია? ძალიან. ქუჩაში რომ მენახა ნამდვილად ვერ ვიცნობდი. თუ გზალი 9 თვის იყო ბოლოს რომ ნახეთ. კან. ატურებია საკოც. აკოც. აქ ბაბანი განებია შენ სანახავად შორიდან მოვიდა. მაგოც. მოდი მაგოც. შვილო. ჩემო პატარა. ჩემო ძვირფასო. კა, საყვარელო. ბებია სიყვარულო. ჩემო პატარა. ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო. ჩემო პატარა. შვილო. კან. ადი შენ ოთახში წადი და ითამაშე, კარგი? ბებია სურათი დაუხატე, არ გინდა? წადი. ნიგარჰანი. გისმე შერასათანი. კანი თავის ოთახში წაიყვანეთ. დიახ. ბებია სურათი უნდა დაუხატოს. მე და კანი ახლა ერთად ვითამაშებთ. იცოცხლებს. აცოცხლე. დიდი ხანი ამდენ ხანს სად არის? სადაც ბურჰანბეი მოვა. ბადრუჯანი ისევ შეჭრილ ნიმეთ. რამდენჯერ გითხარი მშობიარობამდე შემწვარის ჭამა მეკრძალება მეთქი. ბურჰანბეი მასე ისურვა ფუსუნჰანი მრა მეკნა. ჩემთვის ცალკე მოამზადე. ამ სახლში ყოველს თავისი ახირება აქვს. ამ საჭმელს ვერ შევჭამ. Mama movida, mamiko. საღამოშიდობისა ბურჰანბეი. საღამოშიდობისა. დამსი მამიკო. ჩამოხდი. ერთი ჭიქაწყალი მომიტანე ნიმეთ. ახლავე. მომიღევი დღეს რა აკეთეთ? არაფერი მამიკო, მოგეც უთხარი რომ კალვისტარი არ წამართვას.
ოსენენ შენი დორი ხომ არ არის? შენზე უფროსია. უფროსებს კი პატივისცემით უნდა მიმართო. ბუქეთს დაიკო ბუქეთი უნდა დაუძახო. კარგი. პაპა მოსულა. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი დაჯექე. Hoş geldiniz baba. საღამშვიდობისა. საღამშვიდობისა. ხიათ? bütün დრო მუშაობდით, დავიღალეთ. რა თქმა უნდა, ხია. Burhan Bey. მირჩი ბურჰანბე. ნინოც უფრო გააწყვე, ახლავე. baba მებია თქვენი სად არის? არ ვიცი, პაპა. anne თავის ოთახშია? ცოტა ხნის წინ სათხეს წავიდა. მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა მამა. nasıl dışarı çıkmış? როგორ თუ წავიდა? სად წავიდა? უკვე გვიანია უნდა წავიდე. Kalsaydın. ცოტა ხანს კიდევ დარჩით. Yemek yer. ერთად ვივახშმოთ. Yo'yo'sa არა, გმადლობ შვილო. Burhanbek, ალბათ ბურჰანბე უკვე მეძებს. Nasıl istiyorsun? როგორც გნებავთ. Şehrazat. შეჰრაზად. Müsaade et. თუ წინააღმდეგი არ იქნები, კიდევ მინდა რომ მოვიდე. Estağfurullah. რა თქმა უნდა. Müsaade. მოგბრძანდით. Her zaman. ამ სახლის კარი ყოველთვის ღიაა. Yerimiz var. თქვენთვის. ნახეთ, აი, მოაშორეთ. ტელეფონი სახლში დაუტოვებია, მამა. madem kullan თუ არ გამოიყენებდა, ამ ქალს ტელეფონი რატომ ვუყიდეთ, რატომ? Kullanmak ტელეფონის გამოყენება არ იცის. kere öğreteyim. რამდენჯერმე ავუხსენი, მაგრამ ვერ ისწავლა. აი, შენ გავახშმათ? ხო. ოთახში ადით, იმეც ადინეთ. ბუქეთს შენ და წაიყვანე. დადით. ამოვალ და შეგამოწმებთ. bir kadının ამ ქალს ასე დროს გარეთ რა საქმე აქვს? nereye სად წავიდა? საიდან უნდა ვიცოდე, მამა? başına რამე ხომ არ დაემართა? მოსვლა იკადრე? მე კი ვიფიქრე სახლის გზა დაავიწყდა მეთქი. გამომართვი შვილო, ჩემს ოთახში აიტანე. ასე გვიან სად იხავე? სავახშმოთ რატომ არ დასხედით? არ გშიათ? დამოდით. sana bir şey შეკითხვა დაგისვი. neredeydin? ამ შუაღამეს სად იყავი? საქმეზე. ესე იგი საქმეზე. kadın მოთმინებას მუდამაკარგვინებ. bu saat მიგასუხე, ამ დრომდე სად იყავი მეთქი? Ben de უკვე გიპასუხე ბურჰანბე. საქმე მქონდა. bana bak მომისმინე. თუ ახლა იმ ქალთან იყავი? თუ შენ იმ ქალთან იყავი? sen ხო, რას მიზამ თუ ვიყავი? მოკლავ. მომკალი. დუბლის პროექტი ჩვენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იმ დღეს დეტალები ხომ განვიხილეთ? ხომ დამშვიდდი? პროექტთან დაკავშირებით წყნარად ვარ. ო, ასეა. მაგრამ შემობრობას დავიწყებთ. მაგრამ პროექტის კოორდინატორი ვინ იქნება? ამაზე არ გულაპარაკია. ისედაც ცხადია. რა თქმა უნდა შეჰრაზათი. რატომ? პრემია მან მიიღო. ო, პრემია მიიღო, მაგრამ ფირმაში ახალი თანამშრომელია. ასეთი საპასუხისმგებლო საქმის გაწყობას შეძლებს? შეძლებს. დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს. ხომ ნახე? დამიჯერე. შენი მჯერა, მაგრამ შეჰრაზადჰანიმს ვერ ვენდობი, მაპატიე. რატომ? რამე შეამჩნიე? ჯერ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად შევამჩნევ. ონორო, ამაზე ბევრი გვისაუბრია. უამრავი მსგავსი ქალი გვინახავს. ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები, ქერემ. ქალები სუსტი, უპრინციპო არსებები არიან. მასე ნუ ფიქრობ. შეჰრაზადცემდე, ყველაფერში. ნახავ ერთხელაც ყველას სასიამოვნოდ გაგვაოცებს. დამიჯერე, მისი ნდობა შეიძლება. იმედი მაქვს.
სურვილი დაუკარგე. ჟანდაბა. ზიხვენი ვახშმეთ. ალი ქემალ, არ მეგონა დედა შენი ასეთი გაბედული თუ იქნებოდა. ოჯახის უფროსი ბურჰანეიბლი აუღლო, არაფრად ჩააგდო. რას ნიშნავს არაფრად ჩააგდო? როგორ ლაპარაკობ? ასია რა გიგურს? ვერ დაინახე? სახლში შუაღამის დაბრუნდა, მაგრამ ამას შემდეგ ხმის ამოღება ვერ გაბედა. სხვათა შორის სახლიდან ის ალმასისწვლიანი გულსაბნევიც გაქრა. რას ნიშნავს გაქრა? ეგ დედა შენს კითხე. ცხრამეტი წლის სოლქმარ მივართ ნადირ ხანიმ. დღემდე შეცდომა არ დაგიშვია. ამჯერად გაპატიებ. მაგრამ იცოდე, მეორედ ასეთი რამ აღარ გაბედო. დაუნდობელი ნუ იქნები. ალაჰის გეშინოდეს. ჩვენი შვილიშვილი ავად არის. სინდისი საერთოდ დაკარგე? ჩემი შვილიშვილი? ჩემი შვილიშვილი როგორ არის, როცა ის ბავშვი ერთხელაც არ მინახავს? ბურჰან ბეი, ამას ნუ ამბობ. ნახვა თვითონ არ მოინდომე. აჰმედმა რამდენჯერ გთხოვა. თურქული ენა არ გესმის ადამიანო. თუ სხვა ენაზე გელაპარაკები. შვილის სახელად აჰმედი არ მყავს. არც ის ბავშვია ჩემი შვილიშვილი, თუმცა გამოჯანმრთელებას მაინც მოსურვებ. უამრავი ფული გაქვს. კარგი, ვთქვა ჩემი შვილიშვილი არ არის. ამთან ხითხომ ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენ. იმ ბავშვის გადასარჩენა $150,000 რატომ უნდა გადავიხადო? მისთვის $150,000 მიცემას მირჩევნია $1 მილიონი საავადმყოფოს შევწირო და ამით ასობით ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინო. ბურჰან ბეი, ამაზე ლაპარაკი დავამთავრე, გასაგებია? ძალიან მწუხვარში ხასათანიმ. თქვენი საკრედიტო მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. რატომ? ამ თანხის დაბრუნება შევძლებ. ვერაფრით დაგეხმარებით. ეშიმ ჰანიმ, ხომ აგიხსენით რა მდგომარეობაში ვარ? თქვენი გამოსაცდელი პერიოდი ფირმაში ჯერ არ გასულა. ხო, მაგრამ მალე გადის. თანაჩემმა პროექტმა მნიშვნელოვანი პრემია შეჰრაზადანიმ დამერწმუნეთ. ეშიმ ჰანიმ, ეს ფული გასართობად ხომ არ მჭირდება, საქმე ბავშვის მკურნალობას ეხება. ვიცი და ძალიან მწუხვარ. გარანტიად რას გთავაზობთ? უძრავ ქონებას გულისხმობთ? დიახ. სამწუხაროდ არ გამაჩნია. თუ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ, შეგიძლიათ განაცხადი თავიდან შემოიტანოთ. დამერწმუნე, დახმარება ჩვენ ძალიან გვინდა. ხო, მაგრამ ფული სასწრაფოდ მჭირდება. ისმენთ? შეჰრაზადანიმ, გამარჯობა. გამარჯობა. სამწუხაროდ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. არ ველოდი ასეთი რამ თუ მოხდებოდა. რა მოხდა? გაანის დონორის ზუსტუნი ნორვეგიაში მცხოვრები ავადმყოფისთვის შესაფერისი აღმოჩნდა. რა? რადგან თქვენ ფული ვერ იშოვეთ და ნორვეგიელმა ოჯახმა ეს საკითხი მოაგვარა, დონორი ნორვეგიაში გაემგზავრება. როდის გიხდით? რას ამბობთ, ათილაბე? სამწუხაროდ ასეა, შეჰრაზადანიმ. ვიცი, ალბათ შეუძლებას გთხოვთ. მაგრამ თუ კვირამდე ფულს იშოვეთ, დონორს ვთხოვთ ოსლოში აღარ წავიდეს.
ისევ მოხვედი? წადი მანქანა მოამზადე. ბურჰანბეი, არ მეგონა ამდენად უსინდისო თუ იქნებოდი რომ ჩემთან მეორედ მოსვლას გაბედავდი. ბურჰანბეი, გთხოვთ მომისმინეთ. თავმოყარება სულ დაკარგე? სიამაყე და ღირსება არ გაგაჩნია? ბურჰანბეი, გემოდარებით, ერთხელ კიდევ მომისმინეთ. თავიდანმანება შენ იმას მანე არ მინდა. ბურჰანბეი, გთხოვთ მომისმინეთ. ქანისთვის დონორი ვიპოვეთ, მაგრამ მისი ძმის წვილი სხვა ავადმყოფისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. ის ქალი ოსლოში აპირებს დასვლას. ბურჰანბეი, თუ კვირამდე ფულს ვერ ვიშოვი. შენეთყვი თუ მე ვუთხრა. პროექტის ხელმძღვანელი ხარ, ამიტომ შენ უთხარი. ჯერ ვერ დავუკავშირდით? დავუკავშირდი. მოდის ონურბეი. კერემ. ვიდალიშ. თუ გინდა კიდევ მოვიფიქროთ. ჩემი აზრით საჭირო არ არის. ონურბეი შეხვედრაზეა. დიახ, გადავცემ ნახვამდის. გამარჯობა. ონურბეიმ დამიბარა. მიბრძანდით გეუდებათ. გმადლობთ. დამიბარეთ? დიახ, მობრძანდით. დავბრძანდით. რამეს დავევთ? არა, გმადლობთ. არაფერი მინდა. დავიწყოთ? შეჰრაზადანი, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დუბაის პროექტის ხელმძღვანელად დაგნიშნოთ. ადექი საყვარელო. ბალი? სიცხე რამდენი აქვს? ოჩახ. 37 და 2. კიდევ ხომ არა უწია? არა, მეტად არა. გასაგებია? საავადმყოფოში მოვიყვანო? არა, ამჯერად საჭირო არა. ბეწექი პატარა. 38-მდე რომ აუწიოს? თუ აუწევს, ამოიყვანეთ. კარგი. წყალს სვამს? სვამს, ბევრ წყალს სვამს. დააკვირდით და შემატყობინეთ. კარგი. გმადლობ ათილაბეი. მომართლა ფული ხომ არ იშოვეთ? სამწუხაროდ ჯერ არა. ხომ იცით, ხვალ პარასკევია. მეც ვიცი რომ პარასკევია. ნახვამდის ათილაბეი. გმადლობთ. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. შუაღამეს აივანზე რას აკეთებ, ნადიდე ხანიმ? არაფერს ვფიქრობ. რაზე ფიქრობ?
vijdan. მთელი ეს წლები შენ სინდისში, სამართლიანობაში, კეთილგონიერებაში იჯვე არასოდეს შენ პარვია ბურჰანბე. ახლა კი მიგვირს გული ქვასავით ცივი რატომ გაგიხდა? ნადიდე ჰანიმ. მაგ თემაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. ლაპარაკს არც მე ვაპირებ. Nedüşünüyor? თვითონ მკითხე რას ვფიქრობ. Başını yap. როცა ღამით თავს ბალის შედადებ, შენს გულს მოусმინე, იქნებ გითხრას, რომ არასწორად იქცე. ორშაბათამდე ნახონდის. სასიამოვნო კვირადღეს გისურვებთ. შეჰრაზად ჰანიმი არ მოდის? არა, მუშაობს. ალბათ გაიგეთ, დუბაის პროექტის ხელმძღვანელად დანიშნეს. დიახ, გავიგე. თქვენი თუ მოხობ. შენ ელმაატის პროექტს უხელმძღვანელებ. შეჰრაზად იგი დუბაის პროექტს. პერსპექტიული ახალგაზრდები ხართ. უпроსტურად წარმატებული ქალები. შეჰრაზადი კარგი არქიტექტორია. ასეა, გეთანხმებით. კარგ არქიტექტორს ერთი შეხედვით ვცნობ. ორივე ძალიან კარგები ხართ. გმადლობთ. შეჰრაზადის საქმე ცოტა უფრო რთულია. რატომ? ონორი კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტა მკაცრია. მამამის სულ არ გავს. მუსინბეი არ იყო მკაცრი. აბრეშუმოვი თერბული იყო. ქერენბეის მამა? ისიც მასეთი იყო. ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ალაჰ მანათელში ემყოფოს. ეს მანქანა კიდევ დადის ბიდია იელჩინ. თუ გინდა წაგიყვან და ნახავ დადის თუ არა. სასიამოვნო კვირადღეს გისურვებთ. ნახონდის. აქ სივრცის პრობლემაა. კიდევ სად მითხარით? აი აქ. მართალია. თუ ჩემგან არაფერი გინდათ წავალ. რა თქმა უნდა, წადით. ჩვენს თითქმის დავამთავრეთ, მალე წავალთ. ნახვამდის? ნახვამდის. მართლა ნურჰაიათ ჰანიმ. გისმენთ? ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროში შეხვედრა გვაქვს. ორშაბათს დაურეკეთ და დრო დაადგინეთ. დიახ, დავადგენ. მომავალ კვირას არქიტექტორებთან დათბირი გვაქვს. ნახოთ რა სიტყვიან. ლევენტ ბეის თქვენ დაურეკეთ. დიახ. ნახვამდის. ნახონდის. Evet. მოგზანდით.
Onur Bey. Sizin შეიძლება დაგელაპარაკოთ. გისმენთ? მე ფირმისგან ვალად თანხის აღება მინდა. $150,000 მჭირდება. ესე იგი $150,000 გჭირდებათ. დიახ. საქმე მოსალოდად გაქვს შეჰრაზადანი. ასეა. daha 3 ay ვინ იფიქრებდა რომ ფირმისგან რომელშიც ჯერ მხოლოდ 3 თვეა მუშაობთ ფულის სესხებას მოინდომებდით? isteyebiliyorsunuz. Bravo. კოჩო. დუბაის პროექტის ხელმძღვანელად დანიშნავ საკმაოდ გაგათამამად. მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელობამ დიდი დამბედაობა შეგძინათ. გასაგებია. მაპატეთ. Ben çok ძალიან წუხარ. böyle bir konuşma ჩათვალოთ რომ არაფერი მithქვამს. შევთანხმდით? თექროდის კიდევ ერთხელ გიხდით. შეჰრაზადანიმ. არ არსებობს ფირმა, Her ne sebep რომელიც 3 თვის თანამშრომელს $150,000 ვალად მისცემს. vermez. ბილეთი. özür dilerim. ბოდიში უკვე მოგიხადეთ. გთხოვთ დაივიწყეთ. დიდი ბოდიში. ნახვამდის. მაგრამ მე მოგცემთ. ოღონდ ერთი პირობით. ჩემთან ერთ ღამეს გავატარებთ. რა? მხოლოდ ერთ ღამეს. და $50,000 თქვენი იქნება. ფინგული ვართ. მხოლოდ შემოგთავაზეთ. არ მისმის ასე რატომ განერვიულდით? ჩემთან ერთად ერთი ღამე გაატარეთ და $50,000 თქვენი იყოს. როგორ შეგიძლიათ ასეთი უხავსი წინადადება შემომთავაზოთ? თავი ვინ გონიათ? დუბაის პროექტისთვის სხვა არქიტექტორი იპოვეთ. შენობაში, სადაც თქვენი მყოფებით ფეხს აღარ შემოვადგამ. ანუ ჩემს შემოთავაზებას არ დათანხმდებით? არასოდეს.
დაბურიდე. თანახმოვარ.